გამარჯობა. დღეს ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი მოვიწვიეთ პოდკასტში. იმაზე სასაუბროთ, თუ როგორი უნდა იყოს მასწავლებელი. ეს ძალიან მტკივნეული და ემოციური საკითხია ჩემთვის, გამომდინარე იქიდან, რომ პატარა ბავშვის აღზრდას ეხება საქმე და ყველაზე კეთილშობილ პროფესიად მიმაჩნია. ფაქტობრივად პიროვნების გამთლიანების, პიროვნების ჩამოყალიბების გზაზე მასწავლებელს აქვს ძალიან დიდი წვლილი შესატანი. თავის ოჯახის წევრებთან ერთად და განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მასწავლებელს ალბათ არ ვიცი, რაღაც ძალიან დიდი მისი აკისრია ამ ცხოვრებაში. ხო და ვიფიქრეთ ამ თემაზე სასაუბროთ, იმაზე კარგი ადამიანი ვინ მოვიყვანოთ, ვიდრე არის თამარ მუმლაძე. თამარს ცხოვრებაში ბევრი რამ უკეთებია, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტი უკეთებია ადამიანების მხარდაჭერაში და ახალგაზრდა ადამიანების მხარდაჭერაში. მას არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და არაფორმალური განათლების გაზიარება მისთვის არის ძალიან ორგანული რამ. და ამავე დროს ის საჯარო სკოლაში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილებითაც არის, ახლაც სკოლაში მუშაობს და კვლავ ახალ თაობაზე ზრუნავს. და მისი პროფესიული გამოცდილების გაზიარება და მისი ადამიანური დამოკიდებულების გაზიარება ბავშვებისადმი და სწავლების პროცესისადმი მგონია, რომ ძალიან ძვირფასი იქნება, შთამაგონებელი და ბევრ ადამიანს, რომელიც თქვათ ამ გზაზე შედგომას აპირებს, მას мотиваციას მისცემს და დააფიქრებს, როგორი უნდა იყოს მასწავლებელი. თამარ, ძალიან მიხარია, რომ აქ ხარ. და მინდა რომ გემრიელად ვისაუბროთ. შენთვისაც და ჩემთვისაც სკოლა ზოგადად და ახალგაზრდა ადამიანებთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან გრძნობიარე ვარ ამ საკითხის მიმართ და მგონია რომ ისე გემრიელად ვისაუბრებთ რა ამ პოდკასტში. მოვამზადეთ რამდენიმე სტერეოტიპული მოსაზრება, რომელიც მასწავლებლის საქმიანობისადმი, დაწყებითი კლასების მასწავებლისადმი შეიძლება საზოგადოებაში იყოს გავრცელებული. და ამ სტერეოტიპულ მოსაზრებებზე მსჯელობის დროს მოგვეცემა იმის საშუალება გამოვხატოთ სინამდვილეში საქმე რაშია და როგორ არის. პირველი რაც მინდა რომ გკითხო, სანამ დავიწყებთ. კი ბატონო. რატომ გადაწყვიტე თვითონ რომ გამხდარიყავი მასწავლებელი? პირველ რიგში მოგესალმები, ტასო ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიე სტუდიაში. ჩემთვის პატივიც არის და ასევე პასუხისმგებლობაც ამ თემებზე საუბარი. იქიდან გამომდინარე რომ ვფიქრობ, შემთხვევით არ ვარ მასწავლებელი. და შესაბამისად, რადგან ასე ვთვლი და ასე ვფიქრობ, მით მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია თითეული სიტყვისადმი, რასაც ახლა ამ ჩვენი საუბრის დროს ვიტყვი და ზოგადად ცხოვრების განმავლობაში მასწავლებლის ამპლუაში და შესაბამისად, რატომ ვარ მასწავლებელი, რატომ გადავწყვიტე? ყოველთვის ესე ღიმილით და სასიამოვნოდ ვიგონებ ხოლმე ჩემს ღრმა ბავშვობას და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზედმიწევნით და ზუსტად მახსოვს. ისეთ ცხადად, რომ აი ეხლაც, როცა ამაზე საუბარს ვიწყებ, თვალწინ კადრები ვიდგარბის, ჩემი ბავშვობა. ზოგადად ჩემს ოჯახში პედაგოგები არიან, ძირითადად დედა პედაგოგი, ბებო, ბაბუა. ასე რომ პედაგოგების წრეში გავიზარდე, შეიძლება ამასაც ქონდა გავლენა იმაზე, რომ მე მასწავლებლის პროფესია ავირჩიე, თუმცა ხა 5 წლის ბავშვს იმის გააზრება, რომ დედა და ბებო მასწავლებლები ყავს, ალბათ ნაკლებად, ხო? ალბათ ეს ჩემი არჩევანი სწორედ იქიდან იღებს სათავეს, რომ სწორედ 5 წლის ასაკში ვთქვი, რომ მე მასწავლებელი ვარ. უნდა გავხდი არა, მე მასწავლებელი ვარ. და მთელი ჩემი ბავშვობა, ღრმა ბავშვობა მახსოვს, რომ სულ თამაშობდი მასწავლებლობანას. ჩემი ასაკის გოგონები და ბიჭები თუ დედაშვილობანას, ომობანას, ან არ ვიცი კიდევ რაღაცას თამაშობდნენ, მე მასწავლებლობანას თამაშობდი. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მთელი ჩვენი კორპუსის მაცხოვრებლები, თქვათ რაღაცა დედაშვილობის სცენებს მართავდნენ, მე ვთავაზობდი, რომ მოდით იცი რა, მე თქვენი შვილების მასწავლებელი ვიქნები და აი ასე ჩაეყარა თითქოს საფუძველი ჩემს მომავალს, რომ მე აუცილებლად მასწავლებელი უნდა გამხდარიყავი და ამისთვის ქვეცნობიერად ბავშვობიდანვე ვემზადებოდი. და ახლა რას ვაკეთებდი?
დედას მახსოვს საძინებელში ესეთი მაღალი სარკე ქონდა, ეგრეთ წოდებული ტრილიაში, რომელსაც დიდი ზედაპირი ჰქონდა და იქ სვამდი ხოლმე ჩემს მოსწავლეებს, ანუ თოჯინებს. მათ ნაცვლად მღეროდი, მათ ნაცვლად ლექსებს ვამბობდი, მათ ნაცვლად საუბრობდი და ну რა თქმა უნდა ახლა 5 წლის ასაკში წერა არ ვიცოდი, თუმცა მქონდა ჩემი სისტემა იეროგლიფური შემუშავებული და ამ ჩემთვის მნიშვნელოვან დოკუმენტში ჟურნალში ჩემებურად რაღაცებს აღვნიშნავდი ხოლმე. შეფასებებს ეგრეთ წოდებულს ჩემებურს რა თქმა უნდა და ასე ვცდილობდი რომ გამხდარიყავი მასწავლებელი. მას მერე სკოლაში შევედი, მოგეხსენებათ ბავშვებს იმხელა ფანტაზია აქვს და იმდენს ოცნებობენ საკუთარ მომავალზე, თუმცა მე არასდროს შემიცვლია ჩემი გეგმა და არასდროს მიფიქრია რომ კიდევ სხვა ვინ შეიძლება გამოვიდე. და შემდეგში უკვე როცა მართლაც პედაგოგის პროფესია შევიძინე, საკუთარ თავს რომ ვეკითხებოდი, კიდევ რას შეძლებდი, ალბათ ბევრ რამეს, მაგრამ უპირველესად მაინც მასწავლებლობას. ასე რომ აი ასე გავხდი მასწავლებელი. აუ ძალიან ძვირფასი გამოცდილება არის ეგ და მგონია ხო რომ ეს ისეთი საქმე არის, რაღაცა ადამიანი დაბადებიდანვე უნდა გრძნობდეს იმას, რომ უნდა იყოს მასწავლებელი. გარდა ვთქვათ საგნობრივი ცოდნისა, რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს და აუცილებელია რა თქმა უნდა, კიდე სხვა რამეა მასწავლებლობა რა. აი ეს რაღაცა შინაგანი მდგომარეობა მგონია და ჩვენ ახლა მოგვიცემა ამის საშუალება ვისაუბროთ რას ნიშნავს კარგი მასწავლებლობა. ერთს დავამატებ მხოლოდ მასწავლებლობა ჩემთვის არ არის სამსახური. აი კი, ძალიან და აქედან გამომდინარე მასწავლებლობა ჩემთვის არის საყვარელი საქმის კეთება და ეს მერე გამოხატული სამსახურებრივ მოვალეობებსა და ვალდებულებებში და მგონია რომ თუ არ მოგწონს და თუ არ გსიამოვნებს ჯერ არც ერთი საქმე არ უნდა აკეთო მით უმეტეს მასწავლებლობას არ უნდა შეეჭიდო. კი, ნამდვილად არ უნდა შეეჭიდო. კი, არც უნდა ეს ბავშვს არც უნდა აკადრო. კი, ბავშვს არ უნდა საკუთარ თავს რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებულად ბავშვს, იმიტომ რომ აი დასაწყისში აღნიშნე და ძალიან ისე სწორად მომხვდა ყურში ეს ფრაზა, რომ აკეთებ რაღაცას იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორად დაგეგმო და თან გავლენა გაქვს ადამიანზე, პიროვნებაზე, ასაკს რა მნიშვნელობა აქვს. ბავშვი იბადება უკვე ის ინდივიდია, ყალიბდება პიროვნებად და აი ამ პროცესში, როცა ის პიროვნებად ყალიბდება, თუ არ მოახდინე მასზე გავლენა დადებითი კუთხით, ფაქტობრივად ღუპავ ადამიანს. კი, ზუსტად. მეც ასე ვუყურებ საკითხს. მოკლედ თან ამოვიღოთ პირველი ფრაზა და წინ გვაქვს ისეთი საინტერესო თემები. დიახ, გემრიელად ვისაუბრებთ. სიამოვნებით და პირველი ბარათი ასეთი გახლავთ. დაწყებითი კლასის მასწავლებლობა ადვილი საქმეა. სამწუხაროდ, ხო, კი, აი საზოგადოებაში ხანდახან ამბობენ ხოლმე რა და მეც მსმენია რომ აი დაწყებითი კლასების მასწავლებლობა დიდი არაფერი საქმე არ არის. აი უფრო მეერე რაღაც ქიმიას, ფიზიკას, მათემატიკას, ქართულს რაღაც საგნობრივი სწავლების რეჟიმში აი ეგ ძალიან მძიმეა, მაგრამ დაწყებითი კლასების მასწავლებლობა ისე ვერაფერი. ხო, სამწუხაროდ ასე მიიჩნევს საზოგადოება და ეს დამოკიდებულება მართლა სტერეოტიპული სათავეს იღებს გასული საუკუნის იმ პერიოდიდან, როცა საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა კი არა, საბჭოთა საქართველო იყო. იმ პერიოდისთვის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ხდებოდა ყველა ის გოგონა, რომელსაც მეტნაკლები წარმატებით დამთავრებული ჰქონდა სკოლა და აუცილებელი იყო მისი წარმატებული გათხოვებისთვის დიპლომი. უნდა გათხოვილიყო და უსწავლელი რძალი ვისრას ისჭირდებოდა. თუ მისი შესაძლებლობები ზღვარი ექიმობას ვერ სწდებოდა, იმ დროისთვის გახსოვთ რას ნიშნავდა ოჯახში ექიმი რძალი. ჯანდაბას იყოს დაწყებითი კლასის მასწავლებელი. აქედან ჩნდება სწორედ ეს მიდგომაც, რომ რა უნდა დაწყებითი კლასების მასწავლებლობას, ან ბას ვინ ვერ ასწავლის, ხა რა არის ამაში პრობლემა, ხო? ან მიმატებას, გამოკლებას მეტია და ნაკლებია, რა პრობლემაა ამას ვინ? რეალურად აბსოლუტურად სულ სხვა არის მეორე მხარე.
მე თუ მკითხავ, არა იმიტომ რომ მე ვარ თავად დაწყებითი კლასის მასწავლებელი, ასე მგონია რომ სწორედ დაწყებითი კლასის მასწავლებელია ის ადამიანი, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს ქართულის, მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის თუ ნებისმიერი საგნის სწავლებას და მოსწავლის დამოკიდებულების შექმნას, გააზრებას იმისას, თუ რას ნიშნავს მისთვის შენი ქვეყნის ისტორიის გაცნობა, რას ნიშნავს ბუნებრივი მოვლენების გაცნობა, რას ნიშნავს სწორედ მათემატიკური უნარების განვითარება, იმისთვის რომ შემდეგ ამ საგნებში კონკრეტულად მოსწავლეს ქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება, ოღონდ არა იმიტომ რომ ნიშანი მიიღოს, არამედ იმიტომ რომ ფუნდამენტურად ესმოდეს ესა თუ ის საგანი და სფერო, რომელსაც შემდეგ უკვე მაღალ კლასებში დაეუფლება. შესაბამისად, პირიქით არის ჩემო კარგო, დაწყებითი კლასის მასწავლებას ყველაზე მეტად სჭირდება მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ცოდნა. იმისთვის რომ სწორად დაიწყოს შენება საფუძველისა და საძირკველისა. იმაზე რასაც შემდეგ უნდა დაშენდეს მოსწავლის ცოდნა. კი, ალბათ აი ბევრჯერ გქონია ეგ გამოცდილება ბავშვის ზუსტად ამ დამოკიდებულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და იმ უნარჩვევის რომ ისწავლოს. აი ძალიან მინდა რაღაც ამბები გაიხსენო, როდესაც აი შენს გონივრულ დამოკიდებულებას რაღაც არ შემიძლია, მაგალითად შეიძლება ბავშვს უთქვამს, ან არ აინტერესებს და მაგ პროცესში აი შენ რა გაგიკეთებია ხოლმე და რა შედეგებზე გასულ ხარ და აი ამ გონივრულ დამოკიდებულებას პირველი მასწავლებლის დაწყებითი კლასების მასწავლებლისა რამხელა მნიშვნელობა აქვს, რომ ბავშვმა დაიჯეროს, რომ შეუძლია და განავითაროს ის უნარჩვევა. სწორედ ამაშია ხიბლი მასწავლებლობისა და ამაშია უნარი მასწავლებლობისა, რომ მასთან პირველ კლასში მოსული, მოდი პირველი კლასიდან დავიწყოთ, მით უმეტეს ახლა თამამად საუბრობა ამაზე, იმიტომ რომ ამ წუთას სწორედ პირველი კლასის მასწავლებელი ვარ და ყოველ დღიურობაში ვხვდები და ვეჯახები პატარა გამოწვევებს, რომელსაც ერთად დავძლევთ მე და ჩემი მოსწავლეები. სწორედ ეგ არის სწორად უნდა გათვალო, როგორ იმუშაო ბავშვთან. რამდენი ბავშვიც არ უნდა გეჯდეს კლასში, ეს არ არის მასა. ეს არის ინდივიდების ერთობლიობა. ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური და შესაბამისად ინდივიდუალურად უნდა მიუდგე ყველას. ის რაც ყველასათვის ერთნაირად ჭეშმარიტებაა, გაგებით ყველა სხვადასხვანაირად იგებს ამას. თითქოს ერთი შეხედვით რა უნდა ახლა ხო ყველასთვის არის ანბანის პირველი 100 ანი, ხო? მაგრამ მას როგორ აღიქვამს და როგორ შეისწავლის ბავშვი, ეს გასაღები მასწავლებელმა უნდა მოარგოს. და თუ მოარგე, თავად ხომ ბედნიერდები და ბავშვის გაცისკროვნებულ და განათებულ თვალებს დასახეს, რომ შეხედავ და დაინახავ, რომ მიზანს მიაღწიე, მერე სრულად ივსები და სხვა ადამიანი ხდები. ყოვლის შემძლე გგონია თავი და დედას გეფიცები, მართლა მქონია ხოლმე ეს მომენტები, რომ ის პატარა გამარჯვება, რაც მე და ჩემმა პატარა მოსწავლემ ერთად მივაღწიეთ, მართლა ყოვლის შემძლეობის განცდას მიტოვებს ხოლმე და ესეც შევძელი, ესეც გადავლახე, ეს თუ შევძელი, სხვა რამესაც შევძლებ. ასე ვამხნევებ ხოლმე ჩემს თავს ხშირად. და მგონი რომ გამოგდის ერთად. დაბრკოლებები სწორედაც იმიტომ არის კარგი, რომ შემდეგ ამ დაბრკოლებების გადალახვაში, პატარა სიძნელების დაძლევაში ვისწავლოთ, როგორ უნდა ვიბრძოლოთ დიდი ბრძოლების და ომების მოსაგებად, მე და ჩემმა მოსწავლებმა, რომლებიც შემდეგ ჩემს გარეშე გააგრძელებენ ცხოვრებას უკვე სკოლის მაღალ საფეხურზე და შემდეგ უკვე ცხოვრების ასპარეზზე. ამიტომ აი ამ დაწყებით საფეხურს, როცა იდგავ ფეხს, როცა პირველ ნაბიჯებს დგავ, როცა სრულიად განსხვავებულ სამყაროში ხდები, ოჯახის, დედის, მზრუნველი ადამიანების გარეშე მიდიხარ სადღაც ორგანიზებულ უშველებელ გარემოში, სადაც გგონია რომ ძალიან პატარა ხარ, ერთი ციდა ხარ, შეიძლება დაიკარგო, შეიძლება, რა ვიცი, თავი ვერ გაართვა, ეშინიათ, ყველაფრის ეშინიათ, კალმის ხელში აღების ეშინიათ, რო არ ვიცი, ეს რომ არ გამომივიდეს და ხელის კანკალით რომ იწყებენ პირველი 100-ს გამოყვანას, ან ნახატის შესრულებას და მე ეს არ ვიცი, მასწავლებელო, როგორ არა, შენ ხომ იცი როგორია ცა რომ ავუხსნი, როგორია? ცისფერი რა ფერია? ფანქარს მაჩვენებენ ასეთი ფერის. აბა როგორ წარმოგიდგენია ხა, როგორ უნდა შექმნა ის ლაჟვარდი, მაღლა, ცა რომ ქვია და უკვე მერე რომ რაღაცას გაბედავენ და ფურცელზე რაღაც ერთხას გაუსმევენ, რაღაც კლაკნილს ან რა ვიცი კიდევ რაღაც და
მე აღმოაჩენენ რომ გამოუვიდათ, იცი? მზეც გამოუვიდათ, სხივები გამოუვიდათ, იქ ბალახი, იქ ყვავილი და ასე ნელ-ნელა სწავლობენ სამყაროს აღქმას. და მე ხვდებიან რომ ისინი ჩემთან ერთად ყოვლის შემძლეები არიან. ნახე რამდენი რამე იციან უკვე? და ეს მთელი ალბათ რა ვიცი ისტორია, ზღაპარია, ამბავია, რომელიც ყველა მასწავლებლს ცალ-ცალკე აქვს დასაწერი და მე რომ მწერალი ვიყო, კიდევ წერდი ამ ამბებს, მაგრამ ჯერ მასწავლებელი ვარ, არ ვარ მწერალი და ნახოთ მე რა დაგროვდება კიდე ამ დროის განმავლობაში და სხვათა შორის სწავლა რომ დაიწყო სასწავლო პროცესი, გადავწყვიტე რომ რაღაცა ესეთი მარგალიტების სკიური გამეკეთებინა და ამბები ჩამეწერა ხოლმე შიგნით და ბლოკნოტში ვიწერ რაღაც საინტერესო ამბებს, რაღაცა საინტერესო ფრაზებს, გამონათქვამებს და ეხლა გადავწყვიტე რომ არა, ეს ჩემთვის არ უნდა იყოს მარტო ბლოკნოტში. კლასში ერთი კუთხე უნდა გამოვნახო, სადაც ამას ვიზუალურად გამოვიტან და გამოვაჩენ, იმისთვის რომ მათაც ნახონ თვითონ ჩემმა მოსწავლებმა რამდენი გვიგროვდება ესეთი ამბები და მე ერთად ვიხალისებთ და ვიცინებთ როცა უკვე გავიზრდებით და დიდები ვიქნებით. ძალიან საინტერესო და მაგ ინიციატივებითაც გამორჩეული ხარ და ეს თამაშის ელემენტები, რომელიც საგანმანათლებლო პროცესში შეგაქვს, ძალიან ძვირფასია და საინტერესოს ხდის, დარწმუნებული ვარ და მე თვითონაც ვხედავ ხოლმე ბავშვების ცხოვრებასა და ყოველდღიურობას და უფრო ადვილია მე სწავლა. ჩემთვისაც იცი? ჩემთვისაც ადვილია. როცა ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მათ გავუადვილო საქმე, მაგრამ ამავდროულად მეც მიადვილდება ასე საქმე. იმიტომ რომ როცა ბავშვებთან ვარ, სულ სხვანაირი ვხვდები ხოლმე. აი გარეთ ყველაფერი მოვიწყდება რა ხდება. ნუ ადამიანი ვარ მეც და პრობლემები მეც მაქვს, ხო? თუმცა კლასის კარს მივიხურავ თუ არა? სხვა საიხსნება, სხვა მზიანათებს, სხვა რეალობაში ვხდები, თითქოს სხვა სამყაროში მოხდი და გარეთ კარის მიღმა სამყარო ჩემთვის ქრება. და მხოლოდ მე და ჩემი ბავშვები ვართ იმ სამყაროში. და იმ სამყაროში ყველაფერი ისეთი მრავალფეროვანია, რომ ეს მაძლევს მე ინსპირაციას იმისთვის, რომ აი ასეთი ამბები მოვიგონო ხოლმე, რაც მე მათ უიოლებს სწავლის პროცესს და უმარტივებს იმ გზას, რასაც ახლა ისინი გადიან. ძალიან კარგად მესმის შენი შეგრძნებების, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულება მე შეიძლება ეხა ბავშვებთან თქვათ არ ურთიერთობ ამ კუთხით, მაგრამ ეს დამოკიდებულება მაქვს მეც და აი როცა დედა გავხდები, მე რაღაცნაირად მინდა რომ ეს ყველაფერი დედობაში გადავიტანო რა. იმიტომ რომ აწი ახლა შეიძლება მასწავლებელი, მიუხედავად რომ მქონია გამოცდილება, რაღაცა ეს პროფესიულად აღარ გავყვე, მოკლედ ამ გზას. ძალიან მიხარია რომ ამ სფეროში ხარ, უდაოდ და კიდევ წინ გვაქვს ძალიან საინტერესო თემები. და ისეთი კარგი აზრების მოსმენის საშუალებას მივცემთ მაყურებელს. ზუსტად ვიცი. ფაქტობრივად გამოვიდა ისე რომ ბუნებრივი გადასვლა გამოგვივა თემიდან თემაზე. შემდეგი ბარათი ასეთია, დაწყებითი კლასის მასწავლებლობა ყველას შეუძლია. ნაწილობრივ გამოდის რომ უკვე გავეცი ამაზე პასუხი, თუმცა კიდევ დავამატებ რომ დაწყებითი კლასის მასწავლებლობა ყველას არ შეუძლია. ეს სხვანაირ მობილიზებას, სხვანაირ მოთმინებას და სხვანაირ მზაობას საჭიროებს. ეს არ არის რუტინა. ეს არის მთელი პროცესი სავსე შემოქმედებით. როგორც კი რუტინა დაქცევ, უკვე საქმე ფუჭდება. დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვიყავი 13 წელი, შემდეგ შევიცვალე საქმიანობის სფერო, გადავინაცვლე საჯარო სექტორში, მერე სამოქალაქო სექტორში და საკმაოდ დიდი შუალედის შემდეგ დავუბრუნდი სკოლას გასულ სასწავლო წელს და შარშანაც მქონდა სწორედ პირველი კლასი და მომეცა შესაძლებლობა პირველ კლასთან მუშაობის. წელს კვლავ პირველ კლასში დავბრუნდი გარემოებების გათვალისწინებით, სკოლის სპეციფიკის გათვალისწინებით და სკოლის საჭიროების გათვალისწინებით, შესაბამისად, როცა პირველ კლასში დავბრუნდი, დამიჯერებ, რომ შარშან გამოყენებული რესურსები ფაქტობრივად არ გამომიყენებია.
უბრალოდ არ შემიძლია, იცი? ხო ჩემი მომზადებული იყო ის რესურსები, აქ იმასაც დავამატებ, რომ ძალიან მიყვარს ხელნაკეთი რესურსების გამოყენება. აი, მე რომ ვაკეთებ, მე რომ ვქმნი და მე რომ ვფიქრობ, აბა ამაზე დანიელი რა პასუხს გამცემს, მოსერას იფიქრებდა ამაზე, აბა ეველინს როგორ მოეწონებოდა ეს, ანიტას, ანის, ყველას, ჩემს მოსწავლეს, მირას, რასულს, აბსოლუტურად ყველას. მათი გადასახედიდან ვზომავ ამას და შაშა ხომ ეს მოსწავლეები არ იყვნენ პირველ კლასში, სულ სხვა მოსწავლეები იყვნენ. ის რესურსი მათ მოვარგე და ის რომ ავიღო და ახლა მათთან გამოვიყენო, ახალ პირველ კლასთან, დანაშაული იქნება ჩემის მხრიდან. არაკეთილ სინდისიერება იქნება ჩემის მხრიდან, ასე მგონია. ნუ არის რაღაცა ისეთი მასალა, რომელსაც გადავაკეთებ, გადმოვაკეთებ სხვა სახეს, შევძენ სხვა სიცოცხლეს შევძენ, მაგრამ მაინც ძირითადად ახალ რესურსებს ვქმნი ხოლმე ახალი კლასისთვის. ის კი არა და რაღაცა საკლასო ღონისძიებას რომ ვგეგმავ, იქაც სულ ვცდილობ რომ ახალი მოვიგონო, იმიტომ რომ უნდა გაითვალისწინო ბავშვის ხასიათი, ბავშვის უნარი, ბავშვის გემოვნება, თაობის გემოვნებაც. მე რა რომ ერთი კლასით განსხვავებულები არიან, მაინც სხვადასხვა თაობა, სხვადასხვა ჯგუფია. შესაბამისად, მათ უნდა მოერგო. და აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი თუ არ შეგიძლია, აბა მითხარი ადვილია? აკეთო? ამიტომაც არ მგონია რომ ეს ყველას შეეძლოს. ეს ძალიან უნდა გიყვარდეს ეს საქმე, ძალიან კარგად უნდა გამოგდიოდეს რომ შეეჭიდო. სხვა შემთხვევაში უბრალოდ ყალბი ხარ. კი, ძალიან უნდა გიყვარდეს და ზუსტად ვიცოდე რომ ეს არის. სიყალბეს ზრდასრულები ერთმანეთს პატიობენ და ბავშვები არ გაპატიებენ. ბავშვები არიან აი შეგრძნებების დონეზე აქვთ განვითარებული. ისინი ამას სახელს ვერ არქმევენ, მაგრამ შეგრძნებით ხვდებიან, რამდენად წრფელია მათ წინაშე მასწავლებელი. ისეთი სიყვარული იციან თან ბავშვებმა, გაგიჟდები. თუ გინდა გაიგო მასწავლებლობის ხიბლი, დაწყებითებში უნდა სცადო, რომ მიხვდე, როგორ შეუძლიათ ბავშვებს მასწავლებლის აღიარება და შეყვარება. ეგრეა. სიყვარულს ძალიან ბევრი რაღაც შეუძლია. ბავშვების სიყვარულს, მაგრამ ერთია რას ვარქმევთ ხოლმე ჩვენ ბავშვების სიყვარულს და ნამდვილად მგონია, რომ აი ასეთი დამოკიდებულება თუ არა გაქვს სასწავლო პროცესისადმი, მაშინ დაწყებითი კლასების მასწავლებლობა არ უნდა ეცადო რა, იმიტომ რომ ერთია სიყვარული, მაგრამ მეორე მთელი ეს პროცესი რაც ისევ შენ მოგცემს შედეგებს როგორც მასწავლებელს და მით უმეტეს კიდე ბავშვს, პატარა ადამიანს, რომელიც უნდა მოამზადო იმ დიდი და სერიოზული ცხოვრებისთვის და აქედანვე თუ სიყალბით შეუდგები საქმეს, წარმოიდგინე რა მხოლ ზარალს ბავშვის სულს, როგორ აზარალებ და როგორ არინდობ ბავშვის სულს. იცი რა, ეხლა მე ჩვენ ცოტა 90-იანების თაობა ვართ, მე პირადად 90-იანების თაობა ვართ და ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელი მყავს, რომელსაც დღემდე ძალიან პატივს ამ შემდეგ, მაგრამ აი ჩვენი თაობის კლასებს შეიძლება ახლაც სადაც ბევრი ბავშვი ზის აი ის ახასიათებს რომ აი რაღაც რამდენიმე ადამიანი არის გამორჩეული, რამდენიმე მოსწავლე არის გამორჩეული თავისი უნარებით, თანდაყოლილით და ისინი მიყვებიან ეფექტურად პროცესს და შესაბამისად მასწავლებლებსაც დიდი ძალისხმევის გაწევა ამ ადამიანებთან არ უწევთ. დანარჩენი ბავშვები ყურადღების მიღმა არიან დარჩენილები. ნუ აი ეს მანკიერი პრაქტიკა მგონია რომ არ გამწყდარა და არ შეცვლილა. და აი მე რასაც უყურებ ხოლმე ხო შენ შემთხვევაში ნუ ჩვენი სკოლის შემთხვევაში ხა თამუნა ასწავლის კერძო სკოლაში ჩემი ევროპული სკოლა ასე ქვია ლაგოდეხში რომელიც მე-4 წელია ფუნქციონირებს და თითოეული მოსწავლე არის მნიშვნელოვანი და მას აქცევ ყურადღებას ანუ ყველა არის პროცესში ჩართული და მასწავლებლები ცდილობთ და შენც ცდილობ რომ არავინ არ დატოვო მიღმა აი იმ საგანმანათლებლო პროცესის და ყველას აი ეს ინდივიდუალური შესაძლებლობის გათვალისწინებით უქმნის თუნდაც მაგ სასწავლო მასალას რა და ეს არის აი მართლა ანიდაბანი ჩემთვის მაგრამ მართლა ყველაზე რთულად მისაღწევი რაღაცა რა რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან ეშლებოდათ ხოლმე მასწავლებლებს. რა თქმა უნდა, იოლია ამოირჩიო კლასში ესეთი ბირთვი, ასე ვთქვათ, თვალსაჩინო
ბირთვი და მათ ემუშაო, მათ აუხსნა, მათზე გათვალო, მათ შეუწყო ხელი. დანარჩენი ბავშვები, მეტნაკლებად ან მიყვებიან, ან არ მიყვებიან ამას, ამ პროცესს და შედეგად რა დგება, ნახე 5 ბავშვს ხო ვასწავლე. დანარჩენებმა არ უნდოდათ და არ ისწავლეს და ეს ყოვლად გამორიცხულია. ყოვლად გამორიცხული. მასწავლებლობა ის კი არ არის, რომ ის 5 ბავშვი გააძლიერო და კარგოსან მოსწავლეებს კიდე უფრო კარგად შეუწყო ხელი. სწორედ ეგ არის მასწავლებლობა, რომ იმ ბავშვებს, ვისაც მეტად სჭირდება ხელის შეშველება, მეტად სჭირდება დახმარება, მეტად სჭირდებათ ბიძგიც, სტიმულიც, იმათ უნდა მიახვედრო, მათ უნდა აუხსნა, მათ უნდა ჩაეძიო, ჩაყვე ბოლომდე და მისცე შესაძლებლობა რომ განვითარდნენ, თორე ასე ხო ძალიან მარტივი და იოლია. გზა არის უბრალოდ გამარტივებული გზა და მეტი არაფერი. კი, ნამდვილად ასეა. ამიტომ დაწყებითი კლასების მასწავლებლობა მით უმეტეს არ არის ადვილი. კი. და არ არის ხელწამოსაკრავი საქმიანობა. პირიქითაც არ ვიცი, აი ხელები ამიწევია, ოღონდ მართლა. ეს არის ჩემთვის ყველაზე ძნელი რაღაცა. მე როცა 4 წლის განმავლობაში მუშაობდი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკოლაში, აი ჩემ თავს მივუხდი რა, 4 წლის თავზე მივუხდი, რომ აი ტასო, კი, რაღაც დონეზე ეს დამოკიდებულება ბავშვებისადმი, სიყვარული ახალგაზრდებისადმი ძალიან ორგანულია და შენია. მაგრამ აი ის რაც კიდევ მასწავლებლობას სჭირდება, ის არა გაქვს. მოთხარი ჩემ თავს და წამოვედი პროგრამიდან, თორე ძალიან ბევრი პროგრამის კრიტიკული იყავი როგორც ჩასაკუთარი თავის მიმართ, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი წელია გიცნობ და ზუსტად ვიცი რომ ძალიან კარგად ართმევდი თავს იმ საქმეს, რასაც აკეთებდი. კი, კარგად ვართმევდი, მაგრამ აი რაღაცა კონკრეტულმა ფაქტებმა მიმოხვედრა, რომ თვითკრიტიკული ხარ. ხო, აი რაღაცა სხვა არის კიდევ საჭირო, განსაკუთრებით ფორმალურ გარემოში, რომ იმუშაო და იყო ეფექტური და ყოველ ჯერზე მოკლედ ამით აივსო. გეთანხმები და ვიზიარებ შენს ნათქვამს, პასუხისმგებლობა ნამდვილად და იმის და მიუხედავად რომ აქამდე ბევრი ვისაუბრე იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს საქმე, მეც რომ მივხვდე რომ რაღაცა აღარ გამომდის. ვეღარ ვერგები ბავშვების საჭიროებებს, რაღაცა დავაკელი, რაღაც შემეშალა და მე ვაღიარებ ამას ჩემ თავთან, აუცილებლად პირდები რომ როცა შემეშლება ყოველთვის ვაღიარებ, აუცილებლად გავანებებ მე ამ საქმეს თავს და მივხვდები რომ ჩემი ადგილი აქ აღარ არის და უნდა წავიდე. ხო, ჩემში ვიგრძენი რაღაცა მდგომარეობებიდან გამომდინარე, რომ შეიძლება და აი ვეღარ გამეგრძელებინა ის რასაც ბავშვი იმსახურებს, ის ეკეთება, ისეთი სიყვარული და ზუსტად პატიოსანი დამოკიდებულება საქმისადმი დასო. ხო და ეს პატიოსანი დამოკიდებულება მართლა უნდა კონდეს თვითონ ვინც ამ პროფესიაში მოდის. და მე მგონია რომ მასწავლებლებსაც ვინც არის ახლა ხო, ვინც არიან მასწავლებლები უცხადდებათ ხოლმე ეგ, მაგრამ ძალიან ძნელია, იცი, რომ იმას ქნა ანუ იმისგან გათავისუფლდე რომ აბა ეხა სამსახური არა ხო აი მეც ამიტომ აღნიშნე რომ სამსახურზე მეტია ეს მხოლოდ სამსახური თუა სკოლა შენთვის არ გამოვა ასე საქმე რა აი მის და მიუხედავად რომ ახსენე ჩვენ მე კერძო სკოლაში მუშაობ და ჩვენი სკოლის სპეციფიკა სხვა არის დილიდან საღამომდე ვართ ბავშვებთან ერთად გვაქვს როგორც საგაკვეთილო პროცესი შემდეგ სამეცადინო პროცესი წრეები შემოქმედებითი მუშაობა განსხვავებულია ჩემი ევროპული სკოლა სხვა საჯარო სკოლებისაგან სპეციფიკით და მთელი დღე დილიდან საღამომდე სულ ორომტრიარში ხარ, სულ რაღაცა ქაოსში ხარ, სულ რაღაცის კეთებაში ხარ და მართლა გეუბნები, ლიმონივით გაწურული ვარ დღის ბოლოს. და ვიტყვი რომ აი ამაზე მეტად კიდევ როგორ უნდა დავიღალო. მაგრამ დილა რომ თენდება და სკოლაში მივდივარ, არასდროს დაღლილი არ ვარ. აი რაც არ უნდა წინა დღით დამღლელი პროცესი მქონდეს, მეორე დღეს მაინც მიხარია სკოლაში წასვლა და ფიქრობ რომ ეს დიდხანს გამყვება. სულ ასე გამიხარდება. ჯერჯერობით ძალიან მიხარია და ძალიან სიამოვნებს ყოველი დილის გათენება, იმიტომ რომ ვიცი რომ სკოლაში მივდივარ. ვიცი რომ ისევ დავიღლები, მაგრამ მაინც მიხარია. ხო, ნამდვილ მასწავლებლებს ალბათ ასე ემართებათ ხოლმე. თამო ამ სასიამოვნო საუბრის მერე, მოდი ამოვიყოთ მესამე მოსაზრება და წინ კიდე გვაქვს რაღაც ძალიან კაი თემები. დიახ. ნახოთ რა წერია შემდეგ ბარათზე.
რაღაცა მომწონს იცი თან ასე ხო, წინასწარ რომ არ იცი რაზე უნდა ისაუბრო და შემთხვევითობის პრინციპით ასე გულღიად გულახდილად პასუხობ ყველაფერს პირველი მასწავლებელი მეორე დედა მსმენია ხშირად ასეთი ფრაზები გამიგია ჩემი მისამართითაც თუმცა დედა ერთია ქვეყნად მხოლოდ ერთია და მეტი არ არის მეორეა მესამეა არ მესმის ერთია პირველია და ერთია თუმცა მასწავლებელი ბავშვისთვის კიდევ სხვა არის დედის გვერდით მდგომი მცველია დედის გვერდით მდგომი ერთგული ადამიანია გულშემატკივარია აბა მითხარი თუ გახსოვს ვინ იყო შენი პირველი ექიმი ან შენი სახლი ვინ ააშენა თუ იცი ის მშენებელი თუ ინჟინერი ან ვინ დააპროექტა სკოლის შენობა თუ ახსოვს ვინმეს მაგრამ მითხარი ადამიანი ვისაც არ ახსოვს თავისი პირველი მასწავლებელი ვინ იყო აუ ეხლა მე მითხრა რომ ვთქვა ჩემ პირველ მასწავლებელზე ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ნანი მაისურაძე და ნანი იყო ნანისთვისაც იყო პირველი კლასი ჩვენთვის პირველი კლასი და როგორც მასწავლებელი ნუ ნანი იყო ძალიან ლამაზი ძალიან კეთილი ძალიან ნაზი და იცი რა შეგრძნება მქონდეთ ამო ეს ადამიანი გვიცავდა აი მთელი კლასი მქონდა ეგ შეგრძნება რომ ეს იყო ჩვენი დიდი გულშემატკივარი აი ცველი იყო და აუ ისეთი შვება იყო მასთან ურთიერთობა მხოლოდ ერთი წელი გვასწავლა მე რაღაც ოჯახი შექმნა და მაგიდან გამომდინარე მოუწია რომ ჩვენი სკოლა ყოველ შემთხვევაში დაეტოვებინა მაგრამ მთელი იმ ერთი წლის განმავლობაში მან ისეთი რამე მოგცა ანუ მთელი ცხოვრება მადლიერია რომ მაგ ადამიანს სულ დაბადების დღის მილოცვისას თუ ისე რაღაცების მილოცვისას ამას სულ გამოვხატა იმ მნიშვნელობას რაც მან ჩემში გამოიწვია რა და უმეტეს შემთხვევაში ასეც არის ხოლმე ყველა ადამიანს ახსოვს ძალიან ტკბილად თავისი პირველი მასწავლებელი და რაღაცნაირი სხვანაირი ჯილდოა ეს დაწყებითი კლასის მასწავლებლისთვის, როცა ასე გაღიარებენ. და იმიტომ გავავლე პარალელი ყველა პროფესია რა თქმა უნდა დასაფასებელია, მაგრამ აი ეს სტატუსი პირველი მასწავლებლობის არის მთელი ცხოვრება რომ მოყვება და თუ მაგალითად სიტყვაზე ექიმი თავისი საქმიანობის სფეროში რაღაცა უნებლიედ თუ რა ვიცი რაღაცა მიზეზის გამო არასწორად გიმკურნალებს რაღაცა არასწორი შედეგი დადგება ეს შენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აისახება ხო ასეა მერთო ჯვარი დასწერე ყველას და დაიცავი შორს ჩვენგან არაპროფესიონალები მაგრამ ნახე პირველი მასწავლებელი სკოლაში რომ ბავშვს საფუძველს უყრის მას თუ რამე შეეშალა თელს ცხოვრებას თელს მის სულიერ სამყაროს ანგრევს აბსოლუტურად ფუნდამენტს აცლის ადამიანის პიროვნებას და შემდეგ უკვე როცა ფსიქოლოგები საუბრობენ ხოლმე რომ აი მიზეზებს ღრმა ბავშვობაში უნდა ვეძიოთ დიახ სწორედ იმ ღრმა ბავშვობაში რაღაცნაირად დაშვებული შეცდომის გამოისობით ხდება ის რომ შემდეგ ადამიანს რაღაც მომავალში ეშლება ამიტომაც აი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მასწავლებლობა ოღონდ არ არის ეს დედობა ეს კიდე სხვა განზომილება, კიდევ სხვა არის. თუმცა აი ამ ფრაზის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ერთმა ფაქტორმა. ხშირად პატარებმა ასე იციან ხოლმე, იმდენად შეიყვარებენ ხოლმე და ისე გულწრფელად შეიყვარებენ პირველ მასწავლებელს, რომ ხშირად არის რომ მას ასე მიმართავენ. მასწავლებელო, დედა, მასწავლებელო, ანუ ხშირად უნებლიეთ გადმოუვარდებათ ხოლმე ბაგეთაგან სიტყვა დედა. ანუ თვითონ გახვედრებენ რომ ისეთივე ძვირფასი ხარ მისთვის როგორი ძვირფასიც დედაა მაგრამ არა შემცვლელი არა დედის გვერდით მდგომი და აქ მიიღწევა შედეგი ზუსტად ის რაც ჩვენ გვინდა მშობელსაც და მასწავლებელსაც თუ დედა და მასწავლებელი მამა და მასწავლებელი მშობელი და მასწავლებელი ერთად მოქმედებენ ერთი საერთო მიზნისკენ მიდიან ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ხო, მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს და იცი მე რას ვაკვირდები ხოლმე ხანდახან ეს ბავშვებს რა თქმა უნდა მექანიკურად მოზდის, მაგრამ აი ვინც გვერდიდან თქვა თუ უყურებთ ხოლმე ხო? აი ბავშვებს ის რაღაცა დეფიციტები რაც აქვთ შესაძლოა ოჯახში მე კარგ მასწავლებელთან შეხების დროს რაღაცნაირად ამ დეფიციტებს ავსებს შეივსება ხოლმე. და აი კარგი მასწავლებლის კარგ მასწავლებელს კიდე ეგევალება და დაწყებითი კლასების მასწავლებელსაც, რომ ბავშვისთვის მშობელიც
მშობელი გახადოს ავტორიტეტული დიახ, რა თქმა და უნდა. თვითონ მშობელსაც დაეხმაროს სწორი დამოკიდებულების შექმნაში. მართლა ისეთი საქმე არის. ნახეთ ან რა პრობლემა მისია ფაქტობრივად რომ ჩვენ ხო ფაქტობრივად გამოდის რომ დედობას, მამობას, შვილის გაზრდას, ბავშვის დაბადებასთან ერთად ვსწავლობთ. ამისთვის ხომ წინასწარ არ ვემზადებით, არავინ გვამზადებს, არავინ გვეუბნება რომ იცი აი დედობა ნიშნავს ამას, დედა რომ გახდები, აი ეს სირთულეები იქნება, ან აი ეს გამოწვევები იქნება. უბრალოდ სპონტანურად ჩვენ შვილებთან ერთად ვიზრდებით. მე 2 შვილის დედა ვარ და ხშირად აღნიშნავ ხოლმე რომ აი როგორი დედაც ვიყავი პირველი შვილისთვის, ისეთი დედა არ ვიყავი მეორე შვილისთვის. იმიტომ რომ უკვე რაღაცები ნასწავლი მქონდა, უკვე რაღაცეები გავლილი მქონდა და მეტად გამიიოლდა. შესაბამისად, რა მოთხოვნებსაც პირველ შვილს ვუყენებდი, იმ მოთხოვნებს მეორე შვილს აღარ ვუყენებდი და აღარ ვაიძულებდი ისე ეკეთებინა. მივხვდი რომ მე რაღაცეები არ გამომდიოდა მაშინ კარგად. ნახე, ახლა რატო ვავლებ ამასთან პარალელს? რადგან ჩვენ თავიდანვე დედობას არ ვსწავლობთ, მაგრამ მასწავლებლობა პროფესიაა, რომელსაც ვეუფლებით და მერე პრაქტიკასაც მოაქვს, უკვე დაგვიგროვდა რაღაც გამოცდილება მასწავლებლებს, ხო? გარკვეული დროის შემდეგ და სწორედ ამიტომ აღნიშნე წეხან სიტყვა მოკავშირე. მშობელთან ერთად ვარ მე მოკავშირე, რომ ბავშვმა მეც მაღიაროს, მაგრამ დედაც აღიაროს. დედაც აღიაროს და მასთან ერთად მეც მაღიაროს და ჩვენ ერთად შევქნათ ბავშვისთვის ისეთი გარემო, სადაც ბავშვი კიდევ უფრო მეტად სანდო და საიმედო ადამიანების გვერდით, რაც შეიძლება მეც ისწავლის და დაეუფლება. კი, აი უნებურად ისიც ხდება ხოლმე, რომ მშობელს მასწავლებელი, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მასწავლებელი ეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ თუნდაც იმ სოციალურ გარემოში, რასაც დღის განმავლობაში ვთქვათ, მშობლები თვალყურს ვერ ადევნებენ თავიანთ შვილებს, ხო? ეს ინფორმაცია მიიტანონ მშობლებამდე, რასაც მე გაითვალისწინებენ პროცესში და აი 1000%-ით ვარ დარწმუნებული, რომ შენი მოსწავლეების მშობლებს ბევრჯერ ასე დახმარები ხარ საკუთარ შვილთან ურთიერთობაში და აი ამ თანხwebdriverში ამ შეთანხმებულ მოქმედებაში არის მთელი ჯადოსნურობა, რაზედაც დამოკიდებული არის მე ბავშვის ცხოვრება და მშობელსაც აი რაღაცნაირად აი მშობელიც ძალიან აი ამ პასუხისმგებლობას ჯერა რომ ახალი ადამიანები რომლებიც თქვათ გადაწყვეტენ ოჯახის შექმნას სულ უფრო დიდი რუდუნებით მიუდგებიან ამ საკითხს რომ ასე ეს დამოკიდებულება ჰქონდეთ რომ მასწავლებელთან თანამშრომლობა არის მათი შვილისთვის პირველ რიგში მათი შვილის წარმატებისთვის საუკეთესო გზა. ალბათ აი ერთ-ერთი პირველი რაც რანაბიჯიც უნდა გადადგან მათ თავიანთი შვილის წარმატებისთვის, ხო? არ ვიცი ხა მე გამიმართლა რომ ისეთი მშობლები მხვდებიან ჩემს პატარებთან ერთად, რომლებიც მზაობას გამოხატავენ და მეთანამშრომლებიან, არ ვიცი, შეიძლება გამიმართლა. თუმცა აი დაწყებითებში მაინც ეს ხიბლი არსებობს, რომ დაწყებითებში მეტად არიან მშობლები და მასწავლებლები ერთ პროცესში ჩართული. შემდეგ უკვე ზედა კლასებში თითქოს ეს ნელ-ნელა მილევადი ხდება ხოლმე. და ზედა კლასებში ამხელა კომუნიკაცია არ არის, გამონაკლისები რა თქმა უნდა არის, თუმცა მე ზოგად სურათზე ვსაუბრობ და ვისურვებდი, რომ აი მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ბავშვი ზოგად საგანმანათლებლო სივრცეში არის, ვისურვებდი, რომ აი ეს ჯაჭვი არ გაწყდეს და ბოლომდე იქნას შენარჩუნებული ბავშვის სრულწლოვანი ასაკამდე. იმიტომ რომ ასე გაცილებით უფრო ადვილად გამოდის ყველაფერი და მინდა გითხრა რომ იმ სკოლაში რომელსაც ახლა მე წარმოვადგენ ეს ტენდენცია ძალიან სასიამოვნოდ შეინიშნება. მე მომწონს ასეთი დამოკიდებულება რომ სკოლა და სასკოლო საზოგადოება და ოჯახი ძალიან ახლოს არის და თანამშრომლობს ერთმანეთთან. ვინც თქვა ჩვენი სკოლის საქმიანობით არის დაინტერესებული, ნახავდა კიდეც სოციალურ ქსელში ხშირად იდება ხოლმე მე ინფორმაციები საერთო ღონისძიებებზე, სადაც მშობლებიც ისევე აქტიურად არიან ჩართულნი, როგორც მასწავლებლები და ბავშვები და ნუ მოკლედ ერთი ჟრიამული არის ხოლმე ჩვენი სკოლის გარემოში. ეს რაღაცა შეიძლება პატარა რეკლამა გამომივიდე, მაგრამ რო არა ვთქვა, არ შემიძლია იმის დასადასტურებლად, რომ მშობლის და სკოლის ერთობლივი საქმიანობის გარეშე შედეგი ისეთი არ დგება, როგორც გსურს. კი, ხო, ეგ უნდა მეთქვა ზუსტად, რომ თვითონ სკოლის გადაწყვეტილებაც უნდა იყოს, რომ ოჯახთან შეიძლება ჩართოს მჭიდრო კავშირი ჩართოს სკოლის საქმიანობაში ოჯახი.
ამიტომ ხო როცა ტენდენცია თქვი ნამდვილად ეს რაღაცა შინაგანი წესი უნდა იყოს ფაქტობრივად სკოლის და რაღაცა სულისკვეთება ესეთი უნდა იყოს იმიტომ რომ მე იქ მომუშავე მასწავლებელსაც დაეხმარება რომ აი ამ გზას გაყვეს და ჩვენთან ეგ კულტურა ნამდვილად ყალიბდება და ძალიან სასიამოვნო არის ჩემთვისაც. და ერთს დავამატებ კიდევ, როგორც წეგან აღნიშნე, ჩვენ დიდხანს გვიწევს დღის მთელი დილიდან საღამომდე პერიოდში გვიწევს სკოლაში ყოფნა და ბავშვი რომელიც ჯერ გაკვეთილებს ზის, მერე წრეებზე დადის, მერე გაკვეთილებს მეცადინეობს ადგილზე სკოლაში და უკვე წასვლის დრო რომ მოვა და ბავშვი გეტყვის რომ უი რა მალე გავიდა დრო, კიდევ ვიყოთ რა მასწავლებელო, კიდევ აი იქ ხვდები რომ იმ დღეს რაღაცა კარგად გავაკეთე ეთყობა, სწორად გავაკეთე, რადგან ბავშვს სახლში წასვლა არ უნდა, იმიტომ რომ ყველას მერე სახლში უნდა ძალიან სჭირდებათ და უხარიათ რომ მიდიან. სტუდიაში ზარი გვაქვს. გოგო არა და გაუთვიშე ხმა. რანა გიორგი. მიდი გაჩიარავშოს. ამ შემთხვევით ის არის შემდეგ. გავაგრძელოთ ახლა ამ. მოდი აი ბოლო მოსაზრება დაგვრჩა. კი ბატონო. შენთან უსასრულოდ ვისაუბრებდი. მეც ისე მსიამოვნებ შენთან საუბარი. აბარაშო. მაგრამ მსმენელიც რომ არ გადავღალოთ, ხო? ხო. არც ძალიან დიდი რო არ გამოგვივით ეს პოდკასტი. ნახე როგორი თემაა, დაწყებითი კლასების მასწავლებელი აუცილებლად ქალი უნდა იყოს. ხო, ეს აი თემა დაგვრჩა აღარ ბოლოსკენ. კი ბატონო, ეს ის თემაა, რომელზეც მე პირადად ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს და მართლა სცილდება იმ სტერეოტიპულ ჩარჩოს, სადაც საზოგადოებაში მიღებულია რომ მე კაცი მასწავლებელი, კაცი და დაწყებითი მასწავლებელი და რატომაც არა? რატომ არა? ჯერ ერთი მიმაჩნია რომ პროფესიებს არ აქვს სქესი. ანუ პროფესიები არ შეიძლება დაყოს სქესის მიხედვით. თუ კი მინდა რომ ვიყო ტრაქტორისტი და ვარ ქალი, რატომ არ უნდა შემეძლოს ტრაქტორის მართვა და მიწის მოხსნა, თუ კი ამის სურვილი და რესურსი გამაჩნია. მე ამით იმას კი არ ვამბობ, რომ აბსოლუტურად ყველა ქალმა ტრაქტორის მართვა თუ არ იცის დაიღუპა სამყარო, არა, თუ კი გინდა რომ იყო ასე და აკეთო ეს საქმე, რატო არ უნდა აკეთო? აუცილებლად ქირურგი უნდა იყოს მამაკაცი, იმიტომ რომ მეტად ძლიერია გამბედა, რატომ ქალი ქირურგები ნაკლებად პასუხისმგებლიანები არიან? არ მიმაჩნია ასე. ახლა მოდი პირიქით შევაბრუნოთ მასწავლებლობის სფეროში, მაინც რატომღაც, ალბათ 98% მაინც საქართველოზე ვისაუბრებ სხვა ქვეყნებს რომ არ გადავწუდე, საქართველოში 98% ალბათ სკოლებში მაინც ქალები არიან და აქ-იქ გამოერევა ხოლმე კაცი მასწავლებელი. ის კი არა და ხშირად აღნიშნავენ ხოლმე რომ ასე რატომ სჯელობო მაგალითად სკოლების უმრავლესობაში აბსოლუტურ უმრავლესობაში თუ არა უმრავლესობაში ქალები გახდნენ სკოლის დირექტორებიო. ხომ არ იკითხავთ რატომ გახდნენ ქალები სკოლის დირექტორები? იმიტომ რომ კაცებისთვის ეს დირექტორობა, სკოლის დირექტორობა აღარ არის საინტერესო საქმე. და გადაწყვიტეს რომ სხვა სფეროში გადაინაცვლონ და ჯანდაბას დაუთმონ ქალებს სკოლის დირექტორობა. და ასე გაილია ნელ-ნელა სკოლებიდან კაცები, მასწავლებლადაც და დირექტორებადაც ხშირად აღარ გვევლინებიან ხოლმე. არის თქვათ რამდენიმე საგანი განსაკუთრებით, სადაც კიდევ არის შემორჩენილი კაცი მასწავლებელი, მაგრამ დაწყებითების მასწავლებელი ალბათ ერთი შემთხვევა ისიც ალბათ უფრო ისეთი აი ფრესკულს რომ ვეძახით რაღაც მოსამზადებელ ეტაპზე, 1-2 გამიგია რომ არის. ერთი ყოველ შემთხვევაში ზუსტად ვიცი რომ არის, მაგრამ სკოლაში, საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებელი მამაკაცი არ გამიგია. ამ დროს რატომაც არა? რატომ კაცებს არ შეუძლიათ ისეთი ყურადღებიანები იყვნენ, შემოქმედები იყვნენ, საქმისადმი რაღაცა ისეთი დიდი პასუხისმგებლობა გამოავლინონ, რასაც ქალი ავლენს, ძალიან თავისუფლად შეუძლიათ კაცებსაც, მაგრამ სამარცხვინოდ ითვლება. გონია რომ ეს სამარცხვინოდ ითვლება და იმიტომ ამ დროს რატო არ შეეფერება მითხარი? რატომ არა? რატომ ვერ გაართმევს კაცი თუ კი მოინდომებს? მაგრამ ესეც რაღაცნაირად საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის გამო ალბათ არც ერთი კაცი კარგა ხანს ჯერ კიდევ არ ისურვებს დაწყებითებში მასწავლებლობას. კიდევ მეორე ნელ-ნელა საგნის ზედაკლასებში საგნის მასწავლებლობაზეც ბევრი მამაკაცი აღარ ყავს და დაწყებითებზე როდის იქნება ის დრო, როცა კაცი გადაწყვეტს რომ იყოს დაწყებითის მასწავლებელი, ვერ გეტყვი.
მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ისევე კარგად გამოუვა როგორც ქალ მასწავლებელს გამოუდის. ხო, მეც ვისურვებდი რომ კი, ნამდვილად. მამაკაცებმა აირჩიონ. კი, რატომაც არა, რატომ არა. ხო, ვფიქრობ რომ რაც ისედაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში თუ ბევრი მამაკაცი გვეყოლება, რომელიც ბავშვთან ურთიერთობის გამოცდილებას შეიძენს, თუნდაც მასწავლებლის ფორმატში, ეს მიანიშნებს იმას, რომ მანდაც რაღაც ძალიან კარგად მე მაინც იმედიანად ვარ და გეტყვი რატომ. თაობა, რომელიც ეხლა მოდის, ძალიან განსხვავდება თუნდაც ჩემი თაობისგან. გულისხმობ ჩემი შვილების თაობას, შენს თაობასაც, იმიტომ რომ ჩემზე კარგად პატარა ხარ ასაკით, თქვენ სხვანაირად უყურებთ ცხოვრებას, თუნდაც აი ოჯახში ფუნქციების გადანაწილებას. ცოტა გადავუხვი ახლა თემას შეიძლება, მაგრამ კი, მაინც კავშირშია და პარალელს მაინც დაინახავს მსმენელი. ნახე რატომ? ადრე მიჩნეული იყო, რომ ბავშვის აღზრდა თლიანად დედაზე იყო დამოკიდებული და შემოსავლის ოჯახში შემოტანა და საარსებო საჭიროების დაკმაყოფილება თლიანად მამაზე იყო დამოკიდებული. ბავშვი თუ ღამე ტიროდა ჩაბჟირებამდე, ეს დედის პრობლემა იყო და მამას მშვიდად შეეძლო ამ დროს ეძინა. ახლა უკვე ახალი თაობა, ეხლა რომ ოჯახებს ქმნიან, იმდენად გააზრებული აქვთ პასუხისმგებლობა ოჯახის მიმართ, ერთმანეთის მიმართ, რომ ბავშვზე ზრუნვაც გააზრებული აქვს და მინდა გითხრა, საამაყოდ და სასიამოვნოდ, სასიხარულოდ ის, რომ ბევრი ახალგაზრდა მამისგან გამიგია, რომ სულ ჩემმა მეუღლემ რატომ უნდა მოუაროს ბავშვი, იმიტომ რომ დედა მეტად უყვარდეს ვიდრე მამა? ბავშვს? და ხო სწორი დამოკიდებულებაა. და როდის უყვარდება ბავშვს მამა? როცა მის გვერდით არის, მასზე ზრუნავს, ამაგი აქვს, პროცესშია ჩართული, დობა აქვს მეტი ბავშვთან, ხო? აღიარება და ეს უკვე იქითკენ ამას უკვე იქითკენ მიყავს ეს პროცესი და ტენდენცია, რომ მამებიც ისევე არიან პროცესში, შვილის გაზრდის და აღზრდის პროცესში ჩართულნი, როგორც დედები. და ოჯახში შემოსავლის შემოტანაზეც ისევე ზრუნავენ დედები, როგორც მამები. ანუ ქალებიც უკვე ისევე რეალიზდებიან, როგორც კაცები და იმის გამო, რომ შენ ქალი ხარ, სახლში იჯექი აკვანთან, აღარ არის პოპულარული, ხო? კი. აქედან გამომდინარე, რადგან ეს ტენდენცია ასე პოზიტიურად ვითარდება და ვხედავთ უკვე ცვლილებებს, ხო? მენტალურ ცვლილებებს, როგორ იცვლება მათი მამაკაცების დამოკიდებულება ოჯახში, საქმიანობის მიმართ, მეუღლის მიმართ, შვილის მიმართ, მაფიქრებინებს იმას, რომ ეს ტენდენციაც ნელ-ნელა დაიძვრება, დაირღვევა ის სტერეოტიპი, რომ დაწყებით ის მასწავლებელი კაცი არ შეიძლება და შეიძლება დრო დასჭირდეს ამ პროცესს, მაგრამ მაინც მივალთ საზოგადოება მაგ დასკვნამდე, რომ რატომაც არა. ძალიან გამიხარდება მე პირადად, იმიტომ რომ მგონია ძალიან საინტერესო გარემოს შექმნის ეს სკოლაში და სულ გოგოები არ იქნებით და სულ ქალები არ იქნებით. ეს რაღაცით თვითონ ბავშვისთვის ძალიან საინტერესო იქნება, რომ ურთიერთობს, თქვათ, კაც მასწავლებელთან და თავის ხიბლს შემოიტანს მამაკაცი ამ სფეროში. ისე როგორც ქალები შეიტანდნენ ბევრ ეგრეთ წოდებულ მამაკაცურ პროფესიებში თავიანთ ხიბლს. კი. თამო ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი. ჩემთვისაც შენთან საუბარი. კიდევ ერთხელ იმის გააზრება, თუ რა დამოკიდებულება გაქვს შენ როგორც მასწავლებელს, დაწყებითი კლასის მასწავლებელს, მიხარიხარ ამ სფეროში, აც უკვე ძალიან ესე მკვეთრად მოbrunებული. მიხარიხარ ახალი თაობისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც სწორედ აი ამ პიროვნების ჩამოყალიბების გზაზე და ყოველთვის ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ. მე იმედები და დარწმუნებული ვარ ბევრი შენი მოსწავლის დედას, რომელიც შემდგომშიც ასე ვთქვათ იურთიერთებენ შენთან, იქნები საიმედო მათთვის და მათი შვილებისთვის. ყველას გისურვებთ თამონამომლაძისნაირ მასწავლებელს, სასკოლო საზოგადოებასაც, მშობლებსაც და პირველ რიგში ბავშვებს, იმიტომ რომ ჩემთვის ბავშვები არიან ის არსებები, ის ადამიანები, რომლებიც ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ. იმიტომ რომ არ არსებობს ცუდი ბავშვი ჩემთვის. ბავშვი თავისი გამოცდილებით შესაძლოა 6 წლამდე, 5 წლამდე უკვე რაღაც ემოციებით, უნარებით, ჩვევებით არის დატვირთული, მაგრამ ჩემთვის მთელი ჯადოსნობა ზუსტად ბავშვთან ურთიერთობა, რომ იმისგან გამოიძერწოს ყველაზე საუკეთესო.
რაც ფუნდამენტში ისედაც ყველა ადამიანში არის, იმიტომ რომ მგონია რომ ჩვენში ყველა ადამიანში არის კეთილი, კეთილშობილი საწყისები და მთავარი ამას როგორ განავითაროთ და გზა მივცეთ სწორი. კი. ასე მგონია, არ ვიცი, შეიძლება ძალიან გადამეტებულად ფიქრობ, მაგრამ აღზრდა იმ გენეტიკურ კოდებსაც შეცვლის. იმიტომ რომ შენში გატარებული ეს ემოციები არ არსებობს შენ შვილში რაღაცნაირად არ გადავიდეს ორგანულად არ შეგეხოს ეს დაილექება და აუცილებლად გაიდგავს ფესვს როცა სწორ მიმართულებას აძლევ ბავშვს და თან ისეთია ბავშვის სული რომ ის ხო არის ესეთი ნათქვამი რომ კარგსაც და ცუდსაც ერთნაირად იღებსო ხო და კარგი შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი კარგი დავანახოთ და ის აუცილებლად კარგისკენ განვითარდება და რაც შეიძლება მეტ კარგს შეისრუტავს და გამოავლენს კიდეც მომავალში. მადლობას გიხდი ამ დამოკიდებულებისთვის ბავშვებისადმი, ზოგადად ცხოვრებისადმი, იმიტომ რომ ბევრი წელია გიცნობ და ყველა საქმე რაც შენ გიკეთებია, სადაც არ ყოფილხარ, გულწრფელობით გიკეთებია და სურვილით რომ რაღაც უკეთესობისკენ შეგეცვალა. ცდილობ ნამდვილად. ძვირფასი ხარ დედამიწისთვის და ძვირფასი ხარ ამ ქვეყნისთვის, ძვირფასი ხარ ლაგოდეხისთვის და ძვირფასი ხარ იმ სკოლისთვის, სადაც ახლა შენ ასწავლი. მადლობა დიდი. დაგემშვიდობებით. ყოველთვის საინტერესო ადამიანებს მოვიწევთ ხოლმე და საჭირო საკითხებზე ვილაპარაკებთ. ვეცდებით რომ მოგცეთ მოტივაცია, დაგაფიქროთ რა არის უფრო მართალი იმის მიხვედრაში, დაგიჭიროთ მხარი. და რა ვიცი, ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება. ნახვამდის, წარმატებას გისურვებთ. ნახვამდის.